ეს არის არა სასამართლო პროცესი, არამედ ეს არის ჩვეულებრივი ფარსი, რომელიც ასამართლებს არა იმ კონკრეტულ პირებს, რომელიც თქვენ ჩამოთვალეთ, არამედ სრულიად ქართულ თანამედროვე სახელმწიფოს, ჩვენი ქვეყნის ხალხის საგარეო პოლიტიკურ არჩევანს, ამ ქვეყნის ხალხის მომავალს, რადგანაც ის რაც დღეს განიხილება და რის გამოც ვითომდა ეს ადამიანები არიან ბრალდებული, არის რეალურად ჩვენი სახელმწიფოს მიერ 1000-წლოვანი 1000 წლის განმავლობაში გაკეთებული საგარეო პოლიტიკური კურსი, ხო? ეს რასაც ეს რაღაცა ბანკურტები უწოდებენ, რაღაცა საბოტაჟის ბრძოლებას და სხვა. ეს არის ქართველი ხალხის კურსის დაცვა. არანაირი სამხილი ამ საქმეებში აბსოლუტურად არავით არის სამხილი, არავით არის საბოტაჟისა, არავით არის რევოლუციისა, არავით არის გადატრიალების არავით რაღაც პარლამენტში შეჭრის მცდელობისა არ არსებობს. ეს არ არის სასამართლო პროცესი. ეს არის საცირკო წარმოდგენა, რომელშიც უნდათ რომ გასამართლდეს კიდევ ერთხელ ქართველი ხალხის სუვერენული საგარეო პოლიტიკური არჩევანი, ამ ხალხის მომავალი და პერსპექტივა და სახელმწიფო და ძალიან მნიშვნელოვანია ყველას ესმოდეს, რომ ეს არ არის 7, 8, 9 თუ 10 პოლიტიკური ლიდერის საქმე, ეს არის თქვენი საქმე. დღეს თქვენ სამართლდებით, მეგობრებო, ჩვენ სამართლდებით ყველანი მილიონობით ჩვენგანი, ვისაც გვინდა ქართული ეროვნული სახელმწიფო, ვისაც გვინდა ადეკვატური საგარეო პოლიტიკური კურსი, ვისაც გვინდა ადეკვატური სოციალური და ეკონომიკური პოლიტიკა და ვისაც გვინდა რომ ამ ქვეყანაში შეგვეძლოს ნორმალურად მშვიდობიანად ცხოვრება, ამ ქვეყნის მიწაზე განვითარება, აქ ადეკვატური ხელფასის ქონა და ვისაც არ გვინდა რომ ყველა ბოლო ჩვენგანი გადავიხვეწოთ, მოგვიხდეს გადახვეწას სხვაგან და სხვაგან დოვლათის შექმნა, სხვაგან ლექციების წაკითხვა, სხვაგან ეკონომიკურ პროცესებში მონაწილეობა, ხო, ვისაც გვინდა რომ ქართულმა ამბავმა გაიხაროს, დღეს გვასამართლებენ ყველას და ჩემო კოლეგამ ბადრი ჯაფარიძემ ძალიან სწორად აღნიშნა, ეს პროცესები აზიანებს დღეს სახელმწიფოს თუ რამე აზიანებს. აი საბოტაჟი თუ არსებობს ნამდვილად, მას ჩადის კრიმინალური სინდიკატი სახელად ქართული ოცნება, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ქართულმა ეროვნულმა სუვერენულმა ინტერესმა არ გაიხაროს, არ გაიმარჯვოს, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ქართველები გავღარიბდეთ უარესად, გავღატაკდეთ, ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ინვესტიცია არ შემოვიდეს, რომ დიდი პროექტები არ დასრულდეს. აი ახლა ევროკომისიის დასკვნაში წავიკითხეთ, აგერ გუშინ წინ. დამასწარით რომ ანაკლის ღვაწლოვანი პორტის პროექტი არის კრიტიკული მნიშვნელობის, კრიტიკული ევროკომისია წერს, ხო? წარმოიდგინეთ. და ამ დროს გავიდა წლები და ჩვენ ვისმენთ აი ამ შარლატანებისგან განგრძობითად, რომ აი მომავალ წელს გაკეთდება რკინიგზა, მივაგზა და უკვე რამდენი წელი გავიდა. ამ წლების განმავლობაში ჩვენ ფული უნდა გვეშოვნა ეროვნული ბიუჯეტისთვის. ხალხი უნდა დასაქმებულიყო, საქმე უნდა წასულიყო წინ. სამეგრელოში უნდა ყოფილიყო არნახული მასშტაბის, არათუ სამეგრელოსთვის, მთელი ქვეყნისთვის არნახული მასშტაბის საერთაშორისო მნიშვნელობის პროექტი, რომელიც ქართველებს დაასაქმებდა, ქართულ საქმეს გააკეთებდა, აფხაზეთის მშვიდობიანი შემოერთების კუთხით იქნებოდა ძალიან დიდი ნაბიჯი წინ და რომელიც საქართველოს მიანიჭებდა სულ სხვა საერთაშორისო კალიბრს და მასშტაბს. და ამ დროს ჩვენ ვუყურებთ შულერებს, უვიცებს და მაპატიეთ იდიოტებს, რომელიც დღეს წამოპლაკულან საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში ზოგიერთმა მათგანმა წერა კითხვა არ იცის და თქვენს ბედს წყვეტს, თქვენი შვილების ბედს წყვეტს. ყავს უვიცი პრეზიდენტი, რომელსაც ვერ გაურკვევია, სად თავი დაუკრას, სად გაიცინოს და აღარ ახსენებ დანარჩენს, მაგდონეზეც კი ვერ ოპერირებს. ყავს ტოტალურად შეურაცხადი ეგრეთ წოდებული პრემიერ-მინისტრი, რომელიც უბრალოდ ყველაფერს იმორჩილებს. ეს ფასების კონტროლის მცდელობა იქნება, რომელიც განწირულია კრახისთვის, თუ იქ უნივერსიტეტების შეერთება როცა და ცოტა ხნის წინ მე დაწვრებული ის დაუბრუნდება ამ საკითხს, გადაჯგუფდება. რაღაცებს კიდევ შეეცდება რომ რაღაცებს რუსული კანონი გაახსენა ამ უკან დახევამ ბევრს უკან წაღებულ რუსულ კანონს გულისხმობ უარესი პირობებით რომ დააბრუნეს შემდეგ და დაამტკიცეს ამ ბევრში მაგალითად მეც ვიყავი ვისაც პირველი გაახსენდა როგორ აზეიმებინეს ხალხს რუსული კანონის უკან წაღება და შემდეგ ნახეთ გასული წლის ნოემბერ-დეკემბერში მათი გადაწყვეტილებაც და დამტკიცებული რუსული კანონიც რა საკურველია გეთანხმებით აბსოლუტურად მეც პირველი ასოციაცია მქონდა სწორედ ეს
ეს არის ქოცური ხელწერა, განსაკუთრებით კობახიძის ხელწერა, ამიტომ ახსენე გადაჯგუფება, ის გადაჯგუფდება ვიღაცებს დააშირებს, ვიღაცებს გადაიბირებს, ვიღაცებს ამის რაღაც კიდევ რაღაცა შესთავაზებს და დაუბრუნდება ამ საკითხს. მე პირადად ამაში ვარ თითქმის დარწმუნებული. მაგრამ რომც არ დაუბრუნდეს, აი ხო გუშინ მაპატიეთ, მაგრამ ნახე ვიღაცებს ზეიმობდნენ და რაღაცა ერთმანეთ დიდი ბოდიში რეალობას ხონდა გაუსწოროთ თვალი. მქონებებს არ წაიღებს. მე ძალიან კარგად ვიცნობ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ზოგადად და მამაჩემი 62 წლის განმავლობაში იყო ამ უნივერსიტეტის პროფესორი. და ძალიან ჩახედული ვარ ზოგადად, ხო? და არც ისე შორს დავიბადე და გავიზარდე გპ-ის შენობებიდან, და ძალიან კარგად ვარ გათვითცნობიერებული. დარწმუნებული ვარ და აი პირდაპირ ეთერში ვამბობ, აი დავტესტოთ რამდენიმე თვეში. აი გმირთა მოედნიდან მოყოლებული ეს ქოციანური მულტიმილიონიანი განვითარება რო არის, სულ მალე მიუერთებენ არაერთ კორპუსს კოსტავაზე, ძალიან მნიშვნელოვან, ესე იგი, ძვირადღირებულ ქონებას, მათ შორის აი ამ ქოცურ მრავალმილიონიან განვითარებას და ეს არის კობახიძის პოლიტიკური ცენტრალიზმი. ერთი მხრივ ქოცურად ფულის კეთება რეჟიმისთვის და მეორე მხრივ მისი საცეცებით, მისი ავტოკრატიული, დიქტატორული საცეცებით ყველა სხვადასხვა დარგის გაკონტროლება და აი ეს ხალხი, რომელიც ახლა რაღაცას აღნიშნავდა და მადლობა ჩემს პრემიერს, მათ გაკონტროლების კონტექსტში სასამართლოზე რომ ვისაუბროთ, ბატონო გრიგოლ, აუცილებლად გკითხავთ სხვა საკითხებთან დაკავშირებითაც, კონტროლია მთავარი მიზანი პოლიტიკური პარტიების ლიდერების განსასჯელის სკამზე ჯდომის იმ ბრალდებით, რომელზეც ჩვენ ვლაპარაკობთ, რომ ოპოზიციამ კრიტიკული აზრი არ უნდა ჰქონდეს ან სტრატეგიულ პარტნიორებს არსებულ ვითარებაზე, ადამიანის უფლებრივ დარღვევაზე ინფორმაციას არ უნდა აწვდიდეს. ეს არის მიზანი, რომ გააჩუმოს ყველა და ყველაფერი, ვინც მას წინააღმდეგობას უწევს. რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში მიზანი არის ამ ქვეყანაში პოლიტიკის გაუქმება. პოლიტიკის საერთოდ როგორც პროცესის გაუქმება. და ჩვენ ვხედავთ ახლა ხო, აი რაღაცა ეგრეთ წოდებული დებატები რომ მოიწყვეს, რომელშიც მიუხედავად რომ მე თქვენი არხის მეშვეობით პირველივე დღეს გამოვეხმაურე, ისე დაემთხვა რომ სულ რაღაც 20 წუთის თავზე იმ შეთავაზებიდან მქონდა ეთერი თქვენი არხის მეშვეობით დიანა ტრაპაიძეს და სადაც თქვი რომ ნებისმიერ მომენტში მზად ვიყავით რომ ბეჭებზე დაგვენარცხებინ და ქოცვები. მიგვიწვია ეს დებატში? არა. რატო? იმიტომ მათ არ სურთ რეალური კაფიო მკვეთრი გზავნილების მოსმენა პირდაპირ ეთერში, მათ არ სურთ რეალური ოპონენტების მოსმენა და აი ამიტომაც იქნება და ვისთვის იქნება ეს ილუზია. კაფიოთ, ნახეთ, აქაც სურთ ეს ილუზია იქნება ელექტორატის ნაწილისთვის, ერთი მხრივ ნაწილისთვის, რომლის შემომტკიცებაც მათ სურთ და მათ ძალიან კარგად იციან, ჩემზე კარგად იციან, რომ საკუთარი ამორჩეველი ყავთ დაკარგული მასობრივად, აი ამ ბოლო წელიწადნახევრის ბარბაროსული ქცევის გამო და მათ უნდათ რომ შემოიფიქრონ, უნდათ რა რაღაც პლურალისტური მოდელი შემოგთავაზონ, ვიღაცეები დასვან პარტიებად, რაღაც ჩემთვის გაუგებარი ადამიანები ხშირად, ყველაზე არ მაქვს ხა საუბარი, მაგრამ იქ ნახეთ ხო, ერთივე დებატის განმავლობაში საერთოდ წარმოუდგენელია ის საერთოდ ვინ იყო ეს ხალხი, საერთოდ გაიგებდეს ზოგ შემთხვევაში, ხო? აი ამით უნდათ შექმნა რაღაც ფასადი, რომ პოლიტიკა ცოცხლობს თურმე, ამავე დროს სამ მათივე თქმით, ამას მე არ ვამბობ, მათივე თქმით, სამ ყველაზე მნიშვნელოვან ელექტორალურ ლოკომოტივს გაუქმებით ემუქრებიან და სხვებს უთხრეს, ესეც მათ უთხრეს კოლეგებმა შეურაცხყოფათ არ ჩამითვალონ, იმედია ყველას ახსოვს, ხოცებმა თქვეს, თქვენ არ ხართო ამ წამს ისეთი მნიშვნელოვანიო ელექტორალურად, რომ გვადარდებდეთო. აი თუ გახდებითო, ესეც მათ თქვეს. იმ წუთას თქვენს გაგიყენებთ, ესე იგი ლელოს როდესაც დასაბუთება იყო რა პრინციპით მაყურებლისთვის რომ გასაგები იყოს, როდესაც პაპუაშვილი ასაბუთებდა რა პრინციპით შეარჩიეს ის პოლიტიკური პარტიები, რომელთა გაუქმებასაც საკონსტიტუციო სასამართლოს თხოვდნენ, სწორედ ასე თქვეს, რომ გავლენა დანარჩენ პარტიებს საზოგადოებრივ აზრზე ისეთი არ აქვს, როგორიც იმ პარტიებს, მათ შორის ლელოს ნაციონალურ მოძრაობას თუ ახალს, რომლებიც გაუქმებასაც გეკმავენ. ბატონო გრიგოლ, ჩვენ ვლაპარაკობთ რამდენიმე მიმართულებაზე რეალურ
ტრადიციულად ერთის მხრივ პოლიტიკური პროცესის სრულად გაჩერებაზე და ყველა ციხეში, ვინც ივანიშვილს დაოცნებას ეწინააღმდეგება და მეორეს მხრივ საგარეო ფაქტორებზე, რომელიც სადაც ძალიან მძიმედ აქვს ქართულ ოცნებას საქმე. გასაგებია, რომ შიდა მოხმარებისთვის არის ის ახლა, რაზეც თქვენ საუბრობთ, ეს იქნება დებატები თუ შურისძიების ნაწილი, რომელიც შესაძლოა მათ ამომრჩევლოს, რომელიღაცას მოსწონდეს ან სიამოვნებდეს. თუმცა, უმძიმესია მდგომარეობა ურთიერთობების შეერთებულ შტატებთან და ეს ვიცე-პრეზიდენტის რეგიონში ვიზიტმა დაადასტურა, ისე რომ საქართველო ჩამოშორებულია. ევროკომისიის ახალი სანქციები და ყურლების ტერმინალის კავშირი სანქცირებულ ნავთობთან, რუსულ ნავთობთან. აი ამ პროცესებში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, კორუფციის მაღალი ინდექსი ქვეყანაში. აი ამ ყველაფრის გათვალისწინებით რა პოლიტიკურ პროცესს თამაშობს ოცნება ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან? სრულად ჩაკეტავს ურთიერთობებს? ნახეთ, კარგი კითხვაა, ძალიან რთული კითხვა არის. ქართული ოცნება ჩემი აზრით ორგვარ თამაშია ჩართული. ერთი მხრივ საქართველოს მიყავს სრული საერთაშორისო იზოლაციისკენ, რაც უპირველეს ყოვლისა მათთვის გულისხმობს ევროპულ კავშირთან კარის ჩაგმანვას და ისინი იტყუებიან, როდესაც ამბობენ ცხადია, კიდევ ერთხელ გავიმეორებ და კიდევ 1000-ჯერ, ისინი იტყუებიან, როდესაც ამბობენ, რომ ევროპულმა კავშირმა ჩაკეტა საქართველოს კარი. ამას მოწმობს ის, რომ 2026 წლის თებერვალშიც ევროპული კავშირი კვლავაც ამბობს, რომ კარი არის ღია, მაგრამ საქართველო არ მიდის ამ კარისკენ, რადგან საქართველო ევროპის გზის მაგიერ წავიდა აშხაბადის გზით, აი ეს კონტრასტი ყოველთვის უნდა იქნას ხაზგასმული, იმიტომ რომ მათი პროპაგანდა ამაზე მუშაობს და ამბობს, რომ აი ევროპა არ მიიღებს და აბა რა გავაკეთო, ეს არის ტყუილი, ევროპა გეუბნება, რომ მობრძანდი, შენ ხარ ჩვენი ნაწილი, ოღონდ უნდა სწორი პოლიტიკური რეფორმიზმი გახასიათებდეს. სხვა შემთხვევაში ვერ შემოხვალ, და არავინ არ შესულა არასოდეს და შენ რატო შეგიშოვე, ხო? ჩეხეთი სხვანაირად შევიდა, ვინმე ფიქრობს, ცუდი ევროპა, ნაკლები ევროპა, ფანტასტიკური სახელმწიფოა, ხო? მაგრამ ჩეხეთიც, სლოვაკეთიც, ყველა სხვაც შევიდა რეფორმების შესრულების გამო და ფასად. და საქართველოს რატო შეუშვებს ვინმე რეფორმების შესრულების გარეშე? ეს ერთი. რა შეეხება ამერიკის შეერთებულ შტატებს? ამერიკის შეერთებულ შტატებთან მიმართებით ქოცებს აქვთ ცდილობები, რომ ამ პოლიტიკის პირობებშიც კი განსხვავებით ევროკავშირისგან, ამ პოლიტიკითაც კი ეგებდა ტრანზაქციულად შეძლონ ამერიკასთან დალაგება და აი ამიტომ ჰქონდათ ეს რაღაცა პრიმიტიული ჟივი მხივილი ერთი წლის წინ ჯერ კიდევ 2025 წლის 20 იანვარს, როდესაც პრეზიდენტი ტრამპის ინაუგურაცია ხდებოდა და გვეუბნებოდნენ, რომ ყველაფერი შეიცვლება. მაგრამ გავიდა 2025 წლის 20 იანვრიდან გავიდა 1 წელზე მეტი და არაფერი არ შეცვლა, ხო? პირიქით, ჩვენ ნახეთ, რომ ვანსი ჩამოდის რეგიონში, მაგრამ არ ჩამოდის თბილისში, ჩვენ ნახეთ, რომ სტრატეგიული პარტნიორობა არ არის აღდგენილი, ჩვენ ნახეთ, რომ სანქცია, რაც დაწესდა აშშ-ის მხრიდან არ არის მოხსნილი, ანუ არავითარი ქმედითი ზვრა არ ყოფილა გარდა იმისა, რომ ტალიაშვილი შეხვდა ერთ-ორ კონგრესმენს სადღაც, ხო? და იქ სარდაფში შეაპარეს, იმენა რა ქვია, უკანაკარიდან შეაპარეს კალულაშვილი, რომელმაც 3 წამით თვალი მოკრა ვანს, ხო? აი ეს არის ეს ფარსი, ეს გვთავაზობენ, ამიტომ ამ პირობებში არანაირი დალაგება არ მოხდება ამერიკის შეერთებულ შტატებთან. პოლიტიკა სანამ ასეთი აქვთ, სტაბილიზაცია არ იქნება.